რომ ეს ჩემპიონატი უკროს მედლით დაასვა. ემი ვაზაგოვი, რამილ ისკანდეროვი ბოლო ბრძოლა საქართველოს ჩემპიონატის. სულ 10 ქალაქს აქვს ჩემპიონის ოქროს მედალი მოპოვებული აი ამ მომენტისთვის აქედან 6 კაცებში და პლუს კიდევ 4 ქალებში და ნუ შეიძლება გორი დაემატოს ამ სიას და სულ 19 ქალაქი იქნება მედლით ფინალისტი ყავდა 13 ქალაქს და გორელმა თუ მოიგო იქნება 10 ქალაქს ეყოლით 11 ქალაქს ეყოლება ჩემპიონი და თუ არა და 10 თბილისს აქვს ესეთი შედეგი 7-7-11 აი ამ მომენტისთვის. პირველი რაუნდი. Şapxut შეეხსნა ისკანდაროვს ასლი შაულზე გახლავთ ამ შეხვედის ვეფერი მაგ პლუს 90 წლის სათქმელი ხწონაში ვისაკო პირადესად ცოტათი უფრო მაღალია ვაზაგოვი შეიძლება ცოტათი უფრო მძიმე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ორივე საკმაოდ ისეთ ფრთხილი ტაქტიკა აქვს არჩეული ახლო დისტანციაში შესვლას ორივე ერიდება შეუძლია ხა ვაზაგოვმა მოარტყა მარცხენა ჯები ითხრას ამზადებს ისკანდაროვის შეტევას და თუმცა მხოლოდ ასლებს ხოლმე წინა ხელით უგეთესად მუშაობს ხა ვაზაგოვი თუმცა ჩვენ გვახსოვს მესამე რაუნდში მომატება შეუძლია ისკანდაროვს ასე დაამარცხა მან გვახსოვთ მეოთხე ფინალში ცოტნე ჭიტაძე საჩხერელი ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო ამ ტურნირის ჯერჯერობით ორივე მხარის მოქმედებაში ესეც სიფრთხილე უფრო მეტია ამასობაში რაუნდი დასრულდა კიდეც ნაცვლებით მეტი იმოძრავა ისკანდაროვმა მაგრამ უფრო ისე დინჯი იყო რინგზე და წინა ხელით ბოლოსაც მოარტყა ვაზაგოვმა ახოთ აღარ საჯებირას როგორ შეაფასებენ ვაზაგოვის ჩემი აზრით მე დარტყმას თუ ისკანდაროვის აქტიურობას ვაზაგოვი წინ არის 4-1 4 საათიდან აქვს მას 10-9 1 საათიდან მოიგო ისკანდაროვმა
მეორე რაუნდი. დაზრუნებული მოუმატებს ისკანდაროვი ეცოდინება თბილისელებს, თუმცა წინა ხელი ჩვენივად მუშაობი ჯერ ვაზაგოვი ყველაფერი რაც დააგროვა და აგროვა აი ჯებებით ძირითად მარჯვენა ხელი მე მგონი არც უხმარია ჯერ. აი აფეთქდა ისკანდაროვი ესე იცის ხოლმე უმალ გამოცოცხლდა ოფთაბძოლა შემდეგ რაღაც არ მოეწონა გამაკავე ხელითო მეტოქეს შეშივლა და გამოცოცხლდა შემდეგ ვაზაგოვის თავად დაიწყო აი, რამდენჯერმე თავად წავიდა ესეთ შეტევაში ვაზაგოვი ის ძირითადად კონჩეტევებზე პასუხობდა ხოლმე მეტოქეს მეორე რაუნდის მიიწურა აი მე შეიძლება ყველაფერი შესვალოს. გაფრთხილება ესე ზედიზე დაწვებოდა მეტოქეს ვაზაგოვი და მარჯვენა მოვარტყა კარგი აქ ისკანდაროვმა. რა ხდება ხო გადმოუვარდა სკილების საცავი ისკანდაროვს რაუნდის მიიწურა კიდევ ერთხელ გამოუვარდა და ეხლა ალბათ გაფრთხილებას მიცემენ თუ ეს შანსი ქონდა რა და კარგი. ხო არა პრინციპი დარტყმის გამო გადმოუვარდა მაგრამ მაინც უნდა მოუფრთხილდე მაგრამ კი ბატონო მეორედ გადმოგივარდა შემჩნევა აქ მაგრამ ეხლა ვასილ შავგულინძე რაუნდის ბოლომდე ცოტა არ დარჩა არ ვიცი ვინ მოიგო ეს რაუნდი მაგრამ გაფრთხილება რომ მიიღო ვაზაგოვმა ის უკვე ვიცით. ისკანდაროვმა მოიგო მეორე ხუთივე მსაჯთან შესაბამისად მას უკვე ერთ მსაჯთან მოგებული აქვს 27 და ის გაფრთხილება რო არა 4 მსაჯთან იქნებოდა 19-19. ეხლა იგებს ისკანდაროვი 19-18. თუმცა ნუ შანსები აქვს მესამე რაუნდი უნდა მოიგოს ვაზაგოვმა და მოიგებს ამ შეხვედრასაც. თუმცა ეხლა აი 5-0-ია ორი რაუნდის შემდეგ, ოღონდ ერთ საჭთან აქვს მოგებული ისკანდაროვს და დანარჩენ 4-თან შეუძლია ვაზაგოვს გათანაბრება. მესამე რაუნდი.
მოგადამალ გითხარით, რომ ისკანდეროვს მომატება შეუძლია, მესამე რაუნდში მოუგო, მან 11 ჭიწაძეს მეოთხე ფინალში. კარგად გაცვალეს დარტყმები. ეხა მოსამატებელია უკვე ემი ვაზაგოვს სიდინჯი არ არგებს და ეხლა საკმაოდ ბრძლავი მარჯვენა ხუკი მიიღო მან ისკანდეროვისგან. დარჩა 2 წუთი. მაგრამ უკვე დაიღალა ვაზაგოვი უფრო ვიდრე ისკანდეროვი. შედეგიან შეტევაში გადასვლა მას არ შეუძლია. ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, ასე თუ გაგრძელდა და ასე თუ დასრულდა რაუნდი, მაშინ იმ უპირატესობას ისკანდეროვი შეინარჩუნებს. მოიგებია რამილმა ემირის დარტყმა და შემდეგ იქ გაგრძელდა იქ კლინჩი ბაგირებთ. ალბათ მესამე რაუნდის ბოლო წამები არა, მაგრამ ბოლო წუთი არის ნამდვილად. ბოლო 10 წამი. ну სავარაუდოდ ისკანდეროვი შეინარჩუნებს იმ უპირატესობას, რომელიც აი მეორე რაუნდის შემდეგ სავარაუდოდ ის ალბათ მესამესაც მოიგებს და გადაურჩა ახლა ვაზაგოვი რინგიდან გადავარდნას. ეს იშვიათობაა. დასრულდა. თუნდაც საინტერესო დაპირისპირება გამოვიდა. მესამე რაუნდი თუ მოიგო ისკანდეროვმა ის გაფრთხილების გარეშეც მოიგებდა ამ შეხვედრას, მეთოქის გაფრთხილების გარეშეც. ესეც ახალისო მომენტი იყო ჩვენთვის. ამ ბრძოლაში გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული საჯების ერთიანი გადაწყვეტილებით რამილ ისკანდეროვი გახდა ჩემპიონი. რამილ ისკანდეროვი